მოგესალმებით მეგობრებო, ეთერშია ნებას ყოველკვირეული პოდკასტი. ეხლა ვიმყოფებით სარეაბილიტაციო ცენტრ ნებაში და დღეს ჩვენი პოდკასტის სტუმარია მიხეილი 30 წლის. გამარჯობა ნიკოლოზ. დიდი ხანი გეგმავდით მიხეილთან პატარა ინტერვიუს ჩაწერას და როგორც იქნა დადგა ეს დღე. კი ბატონო. მიხეილი დღეს მოგვიყვება თავისი რეაბილიტაციის ისტორიას და საერთოდ პატარა ისტორიასაც როგორ მივიდა დამოკიდებულებამდე. კი ბატონო. დავიწყებ იქიდან, რომ დამოკიდებულებას ჯერ სიმართლე რომ არ ვაღიარებდი, მაინც ქვეყანიდან გამომდინარე, იმიტომ რომ დღესასწაულებს ვაბრალებდი დაბადების დღეებს და ალკო დამოკიდებული ვარ დიახ, დამოვიწყდა მისმა და ძალიან მიაძვილდებოდა ამის დაფარვა რა. იდეაში პრობლემა არასოდეს არ მქონია, გასამართლებელი საბუთი სულ მქონდა. რომ აი რატო და ამიტომ დაბადების დღეა. და დაბადების დღეები უფრო და უფრო იმატებდა და უფრო გადავიდა ყოველდღიურად. რომ მივხვდი უკვე რომ გასამართლებელი საბუთი არ მქონდა ამ ყველაფრის, უკვე შემექმნა პრობლემები, შემექმნა ოჯახთან პრობლემები და აქედან გამომდინარე უკვე ყურადღება მიაქციეს რა ამ ჩემ სისტემატიური ალკოჰოლის მოხმარებას. ანუ შვებას გრძნობდი ამ ალკოჰოლიზმაში? უფრო რეალობას გაურბოდი რა, რეალობას გაურბოდი და თავს გრძნობდი კომფორტულად. ანუ რეალობიდან გაქცევა. რეალობიდან გაქცევა ერთ-ერთი საშუალება იყო ჩემი, რომ ის კომფორტი შემექმნა, რომ არაფერზე აღარ მეფიქრე. მოდი, ესე დაგისვა შეკითხვას. როგორც ვიცი, შენ ყავდა ძალიან კარგი მეუღლე, შვილი. დიახ. და ქონდა ძალიან მაგარი საქმე. საქართველოში ალბათ ასეულ ადამიანს არ აქვს ეს საქმე. კი ბატონო. იყავი ფრინავი. პილოტი. და ხშირად გიწევდა სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობა, ხშირად ნახულობდი რაღაცას საინტერესოს, ოჯახთანაც დიდ დროს ატარებდი, როგორც ვიცი, და მაინც რატო მიეჯაჭვე ალკოჰოლს? ანუ რა იყო ის შენი აზრით, რამაც ეს გამოიწვია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი გვიყურებს, რომელსაც შეიძლება არც ეგონოს, რომ ალკოდამოკიდებულია და მოდი აი აქედან რომ მივახვედროთ. და მე ვილაპარაკოთ ნებაზე. კი ბატონო. ჩემი პირველი აღმოჩენა რაც გავაკეთე აქ თვეების მერე რასაც მივხვდი. ეს ჩემი დამოკიდებულება კარგად დაფარული ქართული ტრადიციიდან გამომდინარე არის, რასაც დალევა ქვია რა. დამოკიდებულება იმ დონეზე არ ჩანდა, რომ არ ვაღიარებდი ჩემ თავს, რომ ალკოჰოლს მოვიხმარდი როგორც დამოკიდებული. ვერ მახვედრებდი რა. კედელი იყო ჩემ თვალწინ, როგორც ოჯახი გეუბნეოდა, რომ შენ ალკოჰოლიკი ხარ და შენეუბნები არა ვარ, ხო, არა. უარყოფაში მივდიოდი, იმიტომ რომ გასამართლებელი საბუთი სულ მქონდა ის და აქ მივხვდი, რომ დამოკიდებული ვარ. მანამდე ვისაც არ უნდა ეთქვა, როგორც არ უნდა, როგორი მიძგომაც არ უნდა ქონოდა, რა საუბარიც არ უნდა წაეყვან. არავისთან არასოდეს არ ვაღიარებდი, რომ შეიძლება დამოკიდებული ვარ. მე როგორც ვიცი, ალკოჰოლის გამო შენ მოხვდი ციხეში. კი ბატონო. ასევე სამავთყოფოში მოხვდი და შემდეგ მოხვდი ნებაში. აი, პატარა ისტორია რომ მოგვიყე, რატო მოხდა ეს ამბავი? უკვე შეცვლილი შეხედულებები ალკოჰოლის მოხმარებისგან წლების განმავლობაში, შეცვლილი ხასიათი გადასული უკვე ქცევაში და მოთხოვნა იყო ჩემი აი ალკოჰოლის მიღება, რომ ვითომ ფხიზელი ვიყავი და მე ამას ვეღარ ვაკონტროლებდი. აქედან მაშინაც კი როცა მუშაობდი პილოტად? მაშინ ახლა ფრენის დროს არ მოვიხმარდი, მაგრამ ალკოჰოლს არ სვავდი და არ მოვიხმარდი არაფერს. მაგრამ როგორც კი დავამთავრებდი და ჩავთვლიდი, რომ მორჩა ეს დღე დაამთავრდა, ვიწყებდი დალევას და ეს შეიძლება გაგრძელებულიყო რამოდენიმე დღე გადამულას, აქედან გამომდინარე შეიძლება აღარ მეფრინა რა. ანუ უარს ამბობდი? კი ბატონო. და უარი თქვი ოჯახზეც? ალკოჰოლის გამო? ოჯახიც ყველაზე ცუდი ის არის, რომ საერთოდ არ მახსოვდა ოჯახი ამ დროს. ანუ უარი თქვი ფაქტიურად. ხო, ფაქტიურად ეს გამოდის საერთოდ არანაირი. და აი როგორ მოხდა ეს ყველაფერი, ანუ როგორ დაინგრა შენი ამდენი აშენებული რაღაცა?
ქვეცნობიერად ხვდებოდი, რომ ძალიან მძიმე თუ იყო ჩემი სიტუაცია, რა მძიმე სიტუაცია მქონდა და შეიძლება არ გამოვხატავდი, მაგრამ ჩემი ბოლო გზა ეს იყო, რომ ვიძირებოდი და გავუშვი ყველა და ყველაფერი რა ტკივილი იყო, რას გაურბოდი? თავის ვერ ვაკონტროლებდი რა. მოვიხმარდი იმდენ ალკოჰოლს, რომ არ ვიცოდი როგორ შეიძლება დღემ გაიაროს ალკოჰოლის მოხმარების გარეშე. ვერ წარმომედგინა რამოდენიმე საათი როგორ შეიძლება ვიყო ფხიზელი და აქედან გამომდინარე ყველასთან დავიჭირე რაღაც დისტანცია, იმიტომ რომ დაიკარგნენ ადამიანები, შენი საყვარელი ადამიანები დაკარგი ამის. იმედი გაუქრათ ჩემი, რა თქმა უნდა, ნდობაზე ხო ლაპარაკი ზედმეტია. ნდობა დაკარგულია იყო უკვე, იმიტომ რომ როცა ადამიანი არ არის ხიზელი და ზემოქმედების ქვეშ არის, არ აქვს მნიშვნელობა, ეტყობა და მომენტალურად ქრება რა ის ნდობის ფაქტორი, რომ საქმეს რეალურად ვერ ანდობ. მოდი პოზიტივი შევიტანოთ, იმიტომ რომ წელიწადი და 2 თვეა, რაც ნებაში ხარ, გაიარე. ხო, აი ეს რეაბილიტაცია, გაიარე რესოციალიზაცია და ეხლა გადიხარ მესამე ეტაპს. მოდი სულ თავიდან დავიწყოთ, შენ ნებაში რომ მოხვედი ადამიანებმა, რომლებმაც გითხრეს, რომ ისეც გიღებთ როგორიც ხარ, ამ დროს რა რეაქცია ქონდა? რაღაც ცინიკური რეაქცია მქონდა რა. რეალურად ხომ მიგიღეს როგორიც? რეალურად მიმიღეს, მაგრამ მე თვითონ ვერ ვიღებდი, ჩემი თავის მიუღებლობა მქონდა და მე თვითონ ვერ აღვიქვავდი ჩემ თავს. არ მჯეროდა როგორ შეიძლება ან ყვარებოდი ადამიანს, ან ჩემთვის პატივის ცემის გზნობა ქონოდა ჩემ და ან მოესმინათ ჩემ. ეს ჩემთვის რაღაც ძალიან სხვაგან იყო რა. ძალიან შორს იყო ჩემგან. უკვე ყველაფერი დაკარგული იყო. არც გისმენდნენ, პატივისაც არ გცემდნენ. ნუ მე ესე ვთვლიდი და ესე აღვიქვავდი გარემოს და სულ ყველაფერს რა. ესეთი შეხედულება მქონდა ჩემ თავს და რაღაც ძალიან უცნაური შეგრძნება იყო ჩემთვის რა. ძალიან უცნაური. როდის მიხვდი რეალურად, რომ შენ უკვე რეაბილიტაციას გადიოდი? რეალურად რეაბილიტაციას რო გავდიოდი, მიხვდი სადღაც მე-4, მე-5 წელს რა. ანუ მაგდენი დაგჭირდა, კი, დიდი დრო დამჭირდა, რომ მოსულიყავი იმ მდგომარეობაში, მაგრამ საქმეც იმაშია, რომ მარტო მე ამას ვერ დავძლევდი რა. ვერ დავძლევდი იმ სიტყვების შეხედულების და გარემოს გარეშე, რაც აქ ნებაში არის შექმნილი რა. როგორც მიდის ეს ყველაფერი. ძალიან ინდივიდუალური ის არის და რასაც აკეთებენ ეს ადამიანები უყვართ და არ ვიცი, მე ვერ ვხსნი უბრალოდ იმ მდგომარეობიდან გამომიყვანას ამ ყველაფერმა და ამაც მას სიტყვებმა რა. რო არა ნება რა იქნებოდა შენ ცხოვრებაში? ფატალური შედეგით დამთავრდებოდა შენი? ფატალური შედეგით არა, უფრო იმის თქვა მინდა, რომ ის წერტილი შეიძლება ცხოვრება ისე გამეტარებინა, რომ ვერასოდეს ვერ მეპოვნა ის რაღაცეები, რასაც ეხლა ვპოულობ და ეხლა აღმოვაჩინე. ვერასოდეს ვერ შევცვლილიყავი და ვერ გავზრდილიყავი, აი შინაგანი ზრდა. მე მახსოვს შენ პირველად რო გნახე, იყავი ძალიან ხო, დიდი წონის ადამიანი. კი ბატონო. კი ბატონო. ეხლა ყოველი დღე როგორია შენთვის ნებაში გატარებული? ანუ აი რას გრძნობ? გამოცოცხლებული რაღაცა ესეთი შთაბეჭდილება მრჩება და რო უფიქრდები ხოლმე რაღაცნაირად გაუბიوار იმაზე ფიქრს, რომ რანაირად შეიძლება ვადაპტირდე იმ გზნობასთან მოსვლიდან ამ ჩვენი ჯგუფის წევრების მიმართ და დღეს ვიცი რომ ძალიან მახლო მეგობრული და ძმაკაცური და როგორც ოჯახური ისეთი შეხედულებები და რჩევები აქვს ჩემს მიმართ და ცოტა ისეთ მდგომარეობაში ვარ რა. აი ამ ორ შორის ვეღარ ვადაპტირდები რაღაცნაირად. ის რომ ახსენდება ჩემი ძველი მოსვლა, მაგრამ პირველი ის არის რომ მიდგომა გზნობა არ შეცვლიათ ჩემს. მიხეილი მოკვდა და თავიდან დაიბადა? შინაგანად არ მომწეს. აი სხვათა შორის ძალიან კარგი კითხვა არის და
არ მომცეს სიკვდილის უფლება. აი მიხეილს არ მიცეს ის სიკვდილის უფლება და ის ამოაყენეს ფეხზე, რომელიც იყო და შეუცვალეს საერთოდ შეხედულება სიფხიზლეში აყარეს რა. ბედნიერი ხარ? ხანდახან მაგარი ბედნიერი ვარ ხოლმე სიმართლე რო თქვა, არ მიგზნია თავი ესე არის. მოდი ბოლოსკენ წავიდეთ საუბრის და მოდი ოჯახზე დაგისვა ისე შეკითხვებს. კი ბატონო. მიხეილის დალაგებით დაიწყო დალაგება ოჯახში რაღაცეებმა. სხვათა შორის გაკვირვებული ვარ მეც. მე ვიცი რომ ყველაზე რთული დამოკიდებულება გქონდა დედასთან. კი ბატონო. ეხლა როგორი დამოკიდებულება? ეხა არ ვიცი რომ ველაპარაკები და რომ ხედავ და ნახე ჩამოვიდა. ყველაზე ძალიან ის გამიხარდა რომ ჩემი მიმართ ნდობა აქვს ისევ რა. ისევ რომელიც ამდენი წლის განმავლობაში სადღაც დაპრესილი იყო და თითქოს არ არსებობდა. მოდი ესე სპონტანურად ხო არ მოგვილაპარაკები, არც კითხვები არ ვიცით, რას ვსვათ, ანუ სპონტანურად მიდის ეს პოდკასტი, ამის მთელი ის რა ქვია, ხიბლიც იმაშია რომ სპონტანურად მიდის და მე მინდა რომ ანუ დედა შენს მიმართო და აი ის რასაც ახლოდან ვერ ეტყოდი, ის უთხრა. პირველი ადამიანი ხარ ჩემთვის. ძალიან გიყვარ ვარ, ვიცი ეს და ძალიან დიდ მადლობას გიხდი რა. მინდა რომ შენი იმედი ყოველთვის გავამართლო და ის გავაკეთო, რაც მართლა გინდა რა. და მეც მინდა რა. შეიძლება ვთვლიდი რომ შენი ნება იყო, აქ რო ვიყავი, მაგრამ უკვე ჩემი ნება გახდა. მადლობა. მადლობა მეგობრებო. აი ცოტა სევდიან, ცოტა სენტიმენტალურ ნოტზე დავამთავრებთ დღევანდელ პოდკასტს. ძალიან დიდი მადლობა მოგწველობისთვის და ძალიან მადლობა თქვენ ადამიანებო, ვინც ახლა გვიყურებთ. ძალიან ბევრი ადამიანია უკვე შეკრებილი. ძალიან დიდი მადლობა ნებას, რომ ადამიანებს აძლევს საშუალებას, რომ იცხოვრონ სიფხიზლეში და იყვნენ ბედნიერი. მადლობა.